მოკლედ, ზურბასო მეგობრებო, ძალიან ბევრი თქვენგანი გვეხმაურებთ და აინტერესებთ და ბუნებრივია ღელავენ, არ მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობის მხარდაჭერით, არამედ ნებისმიერი კანონმორჩენი მოქალაქე, ვისაც გული შეტკივა ამ ქვეყანაზე, ამ ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეზე, ნამდვილად დარწმუნებული ვარ, ადარდებს ის ვითარება, რაც დღეს შექმნილია ბურჯომში. სიტუაცია არის კვლავ დაძაბული და უცვლელი, არაფერი აი უკვე პირველი საათია თვისობრივად არ შეცვლილა, თუ არ ჩათვლით იმ გარემოებას, რომ ბურჯომის საკრებულოში, ამ საკრებულოს შენობაში მოსული იყო გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის, გვარა თუ არ ვცდები მაჭუტაძე, რომელიც არც კი შევხვდა, არც ჩვენთან შემოსულა აქ სხდომათა დარბაზში, არც იმ ოთახებში, სადაც დეპუტატები არიან გამოკეტილნი, ხოლო დავიდა მეორე სართულზე, სადაც არის განთავსებული ქართული ოცნების წარმომადგენელი მერი, ქალაქ ბურჯომის მერი. შეგახსენეთ, რომ ეს არის შენობა, სადაც განთავსებულია პირველ სართულზე საკრებულო ბურჯომის და მეორე სართულზე ბურჯომის მერია. ანუ არც კი ჩათვალა მან, რომ აქ უნდა შემოსულიყო, გასაუბრებოდა დეპუტატებს, რითიც მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ იგი არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების გუბერნატორი. მოვიდა სამხარეო პოლიციის უფროსი, სულ რაღაც 40 წუთის წინ, დღის 12 საათიდან მხოლოდ და მხოლოდ ეხლა მოვიდნენ და გვეწვია ოთახში და თქვა, რომ აქ ვართ და ისინი მზად არიან ჩვენი უსაფრთხოება დაისვან, თუმცა ძალიან გაუგებარია მთელი მოძალადეები და სისხლის სამართლის დამნაშავეები, რომლებიც საჯაროდ მედიის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსორდნენ ამა თუ იმ სხვადასხვა დეპუტატებს, კვლავაც რჩებიან შენობაში და ელემენტარულად ისინი არ ასრულებენ საკუთარ უფლებამოსილებას. ამიტომ ჩვენ ვრჩებით, სავარაუდოდ დავრჩებით დილამდე იქ სადაც ვართ. ჩვენი მხარდაჭერების მობილიზაცია ხდება მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვითხოვია მათთვის, რომ ჩამოსულიყვნენ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ქართული ოცნების მხარდაჭერების მობილიზაცია არის შენობის შიგნით. იმედია, რომ ეყოფა ბატონ ივანიშვილს საღი გონი და არ დაღვრის სისხლს ბურჯომში. მადლობა.